მივესალმით მივესალმით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. ვერ გეტყვით ჩემზე შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ინფორმირებული ხალხი არსებობს კონკრეტულად რაზე შეიძლება იყოს ეს შეხვედრა. მე ამ საკითხის სპეკულაციებში არ შევალ, იმიტომ რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი უახლოესი მოკავშირე, ჩვენი მეზობელი. ერთი დასკვნა რაც შემიძლია ზოგადად გამოვიდა, ეს პირველ შემთხვევა არ არის, რაც ძალიები ხდება ხოლმე მას შემდეგ რაც ივანიშვილი უბრალოდ არაფორმალური მმართველი ამ ქვეყნის ალევი რამდენიმე შეხვედრა შეგახსენეთ შეხვედრია რამოდენიმე შეგახსენეთ რამდენიმე წლის უხრანის სასახლეში შეხვედრასაც იქ ივანიშვილი პირადად ესწრებოდა აქ მიზეზი ძალიან მარტივია ალიევი არ არის გადამთიელი ალიევი არ არის მარტივად რაღაც გასაცურებელი პოლიტიკური ფიგურა მან ძალიან კარგად იცის როგორ იმართება ჩვენთან პოლიტიკური ვითარება ქართული ოცნების პირობებში შესაბამისად მას უნდა არა ხელის ბიჭებთან და ბიჭის ბიჭებთან ლაპარაკი არამედ პირდაპირ იმ ადამიანთან ვინც გადაწყვეტილებას იღებს. ესე იგი, ამაში აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეხვედრა არ არის უბრალოდ მისი ვიზიტი საქართველოში არ არის მხოლოდ პროტოკოლური ხასიათის, ხო? პროტოკოლური ხასიათის როდესაც არის, ის არის, ხო, ივანიშვილის ხელდასმულ იმებს, რა ქვია, დანიშნულ პრემიერ-მინისტრებს, მაშინ ხდება ხოლმე. იქაც აგდებით ელაპარაკება ამ ხალხს, მაგრამ ხდება ხოლმე და ეხლა დიდი ალბათობით საკითხი სერიოზულია, გადასაჭრელია, სამსჯელია და პირდაპირ იმ ადამიანს ხდება, ვისაც რეალურად ძალაუფლება უჭირავს ხელში. რის გამო ხდება ეს, რატო ხდება, ეხლა იცით, რომ უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარება არის ჩვენს რეგიონში, აქვს ჩვენ და აზერბაიჯანს ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. მე მინდა ვიმედოვნო, გარდა ამ საერთო ინტერესებისა, ის ინტერესები, რომელიც აზერბაიჯანულ მხარეს გააჩნია, იგივე დავით გარეჯი იქნება ეს თუ სხვა წერტილები, ამ ვითარებაში ვთქვათ, ვინმე დაიცავს საქართველოს მხრიდან ქართულ ინტერესებს ამ ნაწილში, მაგრამ ამის ხარ ugitxas, რომ დიდი იმედი მაქვს, რომ ვინმე მაგალითად დავით გარეჯის ნაწილში რამე პრეტენზია არ ქონდეს ბატონ ალიევს დაიცავს მასთან ჩვენ პოზიციას, ამის იმედი არ მაქვს, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ვინმე ამას იზამს. ამის მიღმა ეხა შუამავალის როლს თავაზობენ თუ რაიმე სხვა კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხის გამომდინარე აი ამ გამწვავებული ვითარებისა რეგიონში რაიმე სხვა მნიშვნელოვანი საკითხზე არის, ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვარ ინფორმირებული. კი ბატონო, ფაქტი ერთია, თასო რომ ქართული ოცნება ყოველ შემთხვევაში საჯარო განცხადებების დონეზე მაინც ძალიან მონდომებული ჩანს, რომ დაალაგონ ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, ეს იქნება შუამავლით თუ მის გარეშე. ცნობილი გახდა, რომ ამერიკული დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მომდევნო კვირას ჩამოვა თბილისში. არ ვიცით ჩვენ ამ დელეგაციის შემადგენლობა, თუმცა თავად ხელისუფლება საუბრობდა, რომ ესეთი ვიზიტი იყო დაგეგმილი. როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეიძლება მოახერხოს ქართულმა ოცნებამ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგება. ფაქტია, ეს ივანიშვილს წარმოუდგენია ალბათ მისი პირობებით, მაგრამ რაღაც ტიპის კომპრომისებზე სავარაუდოდ მასაც მოუწევს წასვლა, იმიტომ რომ აწუხებს ეს გაყინული თუ შეიძლება ესე ვუწოდოთ ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის შეერთებულ შტატებთან. თქვენ რას ფიქრობთ ამ ვიზიტზე? რა შანსი აქვს ზოგადად ოცნების აი ამ ურთიერთობის დალაგების პოლიტიკის პერსპექტივას? იცით რა შესაძლოა, რა თქმა უნდა, ბევრი ამის დათმობა მოუწევს ივანიშვილს და პირდაპირ ვთქვათ, რაღაცების დათმობა კი არა, ყველაფრის დათმობა ამ ურთიერთობაში მოუწევს ივანიშვილს, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს ივანიშვილთან დასათმობი არაფერი არ აქვს, დადასატვირთი არაფერი არ აქვს, ივანიშვილი არის რუსული პროექტი, ამას ხაზგასმით ამბობს შეერთებულ შტატები, რომელიც დღეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სტრატეგიულ ინტერესებთან ჩვენი ყველაზე ძველი სტრატეგიული პარტნიორი შეერთებულ შტატების და ზოგადად ეს ასე იყო 2024 წლამდე საქართველოს და შეერთებულ შტატების ინტერესები ერთმანეთს არასდროს არ ცდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ორივეს ჰქონდა პარტნიორული ურთიერთობა, ეხლა ეგრე აღარ არის, ეს არის ის ტრაგედია, რაშიც ივანიშვილმა ჩაგდო ეს ქვეყანა. რაც შეეხება იმას, რომ როგორ უყურებ აი ამ პროცესს, ფრთხილად დასაკვირვებელი პროცესი არის, ძალიან კომიკურ სიტუაციაში აგდებს მთელ აი ამ ხროვას, რასაც ივანიშვილის გუნდი ქვია, იმიტომ რომ რაღაცა გვესმის უკანასკნელი პერიოდია განსაკუთრებით ბოლო 1 წელია ეს რაღაცა დუქნის ლომის ბაკი-ბუქია, აი ამ დუქნის ლომების ბაკი-ბუქი გაუთავებელი, რომ აი ესა და ჩვენ ცალფეხზე არ დავდგებით და აგერ ახლა ამერიკული დელეგაცია რო ჩამოდის, ამას ისეთი კმაყოფილი ღიმილით ამბობენ, რომ ნუ აი უცებ გაქრა ეს ყველაფერი ეს ამ რაღაცა სუვერენიტეტის დამცველი დუქნის ლომების ყვირილი. აი ასეთ ვითარებებში ყველაზე სასაცილოდ გამოიყურებიან ხოლმე, როდესაც სიმართლეს, ნამდვილ რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ. რეალობას, რომელიც ძალიან მარტივია, რომ არასდროს შეერთებულ შტატებს არც ერთ ქართულ ხელისუფლებასთან არ ქონიათ აი რაღაც ვასალური დამოკიდებულება. განსხვავებით რუსების
ქვეყნისა, რომელსაც კოლონიზირებული ჰქონდათ ეს ქვეყანა და დღეს ოკუპირებული აქვს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ჩვენი ტერიტორიები. არასდროს შეერთებული შტატების პოზიცია არ ყოფილა რაღაცა ერთგვარი ვასალთან დამოკიდებულება. ეს მითი მოგონილია ივანიშვილის კარზე და აი ახლა ირონია არის, რომ აი ამ მითის ამაზე გადაბიჯება მოუწევთ თავად მან. ძალიან ფრთხილად უნდა მოვიკიდოთ ამ საკითხს, გეტყვით ჩემი მთავარი მიზეზი რა არის. მე ვხედავ დღეს აბსოლუტურად ყველანაირი ცივილიზებული, ადამიანური, პოლიტიკური ჩარჩოდან გასულ მოძალადე ჯგუფს, რაღაცა მოძალადე ორგანიზაციას, რათა ჩამოყალიბდა ქართული ოცნება, რომელსაც de facto ხელში აქვს ჩაგდებული ძალაუფლება, აკონტროლებს შეერაღებულ ძალებს, პოლიციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, de facto რეალობა ესეთია და არის საშიში, იმიტომ რომ ის მთელი ერთი წლის მანძილზე საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვის გამალებულო, ხო? უზღუდავს საქართველოს მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, ყველა ფუნდამენტურ უფლებას, რომ საქართველო გახდა ძალიან მძიმე ქვეყანა იმისთვის, რომ ადამიანმა სრულფასოვნად იცხოვროს, აი ამად გადააქცია ეს ქვეყანა, შესაბამისად ამის წინააღმდეგ აღარ დარჩა, ხო? ორი რამ არის შემაკავებელი ფაქტორი არის, რომელიც ჩემი აზრით ერთად უნდა ავამოქმედოთ და ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი შემაკავებელი ფაქტორია ქართული ხალხის მტკიცენება, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული წინააღმდეგობის მოძრაობით, ეს იქნება აქცია თუ სხვა ტიპის, აი ერთგვარი რაღაცა აღარ შეგვიძლია, აღარ შეიძლება ამის იქით გადასვლა და აი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალების როლი, რომ აი ეს მომწიფდეს, დიდი წინააღმდეგობა ქართული ხალხის, ამაში არ გულისხმობ რაიმე რაღაც ისე მწვავე ქმედებებს და შემდეგ. უბრალოდ ქართული საზოგადოების ერთი მტკიცე არა აი ამ ხროვისათვის და მეორე შემაკავებელი ფაქტორი ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების, კონკრეტულად კი შეერთებული შტატების და ტრამპის ადმინისტრაციის ძალა. აი ამ ძალის წინააღმდეგ უძულური არის ივანიშვილი. ამ ძალის წინააღმდეგ უძულური მარტო პრაგმატულად კი არ არის ივანიშვილი, იმიტომ პრაგმატულად ხო რაღაცა გონია რომ რაღაც მისი ფულის განთავისუფლება რაღაცაებთან არის მიბმული. არამედ სუფთა იმ ფაქტორიდან რომ ივანიშვილს ეშინია შეერთებული შტატების, ეშინია ამ ძალის შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე არის აქ ის ფაქტორი, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შეეცადოს და გონს მოიყვანოს ეს ხელისუფლება გარკვეული ასე ვთქვათ გადაჭრა მოხდეს ამ თემის. მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავაქმნევ არც დალაგებას, არავითარ შემთხვევაში არ დავაქმნევ არც გადაწყვეტას, იმიტომ რომ ცალსახად უნდა ისმოდეს ყველას, რომ არავის არაფერი, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციას და შეერთებულ შტატებს ივანიშვილთან დასათმობი არაფერი არ აქვს. თუ ვინმე რამეს აგებს დღეს იმაში, რომ შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, თუ ვინმე აგებს იმაში, რომ საქართველო არის დაყვანილი რაღაცა მესამე სამყაროს ქვეყანად, რომელსაც მართავს ხროვა არალეგიტიმური, რომელიც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა და ახრჩობს საკუთარ საზოგადოებას, უზღუდავს ყველა დემოკრატიულ ფუნდამენტურ უფლებებს და პარალელურად არის პირდაპირ მიბმული რუსულ ორბიტაზე და იმართება მოსკოვიდან აღარ აქვს საგარეო პოლიტიკა, ამასთან დასათმობი არაფერი არ აქვს. ჩვენ კარგავთ ამ პროცესით. შეხედეთ, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი უფლებები. ყველაზე ულაპარაკო, ყველა საქართველოს მოქალაქე, ჩვენი უფლებები, ჩვენი ფუნდამენტური თავისუფლებები. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ყველა ეკონომიკური შანსი განვითარების. როგორც არის ანაკლიის სპორტი, ქალბატონო, უნიშნელოვანესი, აი ყველაფრის განსახიერება, ერთგვარი სტრატეგიული, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების გარანტია და მეორე მხრივ დიდი ეკონომიკური ნახტომი. იმ ვითარებაში, როდესაც ვხედავთ, რომ რამე წარსულში და 50 წლის წინ კი არა, გუშინ, აი აქ, ამ რეგიონში, ჩვენს მეზობელში, თბილისიდან 6 საათია ერევნამდე. სომხეთი, რომელიც იყო ოდეკაბეს წევრი, რუსეთის ორბიტის განუყოფელი ნაწილი, ხო? სამწუხაროდ ასეთ ბედში ჩავარდა ჩვენი მოძმე სომეხი ხალხი, რომ დიდი ხანი რუსეთმა მოაქცია მათი დაშანტაჟება და მათი თავის გავლენის სფეროში მოქცევა გაყინული ყარაბაღის კონფლიქტის ხარჯზე. მოხდა ის უდიდესი ცვლილება ჩვენ რეგიონში, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთთან შეთანხმდნენ ამერიკული გარანტიებით, ამერიკა დადგა მათი უსაფრთხოების გარანტიად, ამერიკა დადგა მათი ეკონომიკური წინსვლის გარანტიად, ამერიკამ მისცა განსაკუთრებული უიშვიათესი როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს, რომ მათზე გადის უნდა გაიყვანოს აი ეს უსაფრთხო შუა დერეფანი ეკონომიკური აქტივობების და საქართველოს გარეშე ყველას უნდა ესმოდეს ეს. საქართველოს ანაკლიის სპორტის გარეშე, აი ამ საზღვაო ფორპოსტის გარეშე, რაც ანაკლია შეიძლება იყოს ეკონომიკური თვალსაზრისით, ეგრეთ წოდებული ტრიპის დერეფანია ეს მხოლოდ სახმელეთო გზა არ არის საკმარისი სრული პოტენციალის განსავითარებლად აი ამ შუა დერეფნის. ეს ყველას ესმის. და ამის არ გამოყენება ეს არის დანაშაული, კრიმინალია, საკუთარი ერის, საკუთარი სახელმწიფოს
უდიდესადმი ღალატი არის ის რაც ივანიშვილმა გააკეთა იქ. ის რაც პირველად გაუკეთა ანაგლის კონსორციუმს მაგალითად და ამერიკელი ინვესტორები და დასავლელი ინვესტორები აქედან გაყარა ამ ქვეყნიდან და ფული წაართვა ფაქტიურად. შემდეგ აი ეს რაღაცა უბინძურესი ავანტურა რომ თითქოს ჩინელები რაღაცას გააკეთებდნენ, აგერ ხო გამოჩნდა რა გააკეთეს ჩინელებმა. აგერ რამდენი წელი გავიდა და აქ სადავო 5 წელი გავიდა და არაფერი თითზე არავის არ დაუდია. ანაკლიაში გავერანებულია იქაურობა. არა და ანაკლია არის შესაძლებლობა რომ ამ ქვეყანამ შეიძინოს საერთაშორისო მსოფლიო ეკონომიკურ ჯაჭვში თავის ძალიან კონკრეტული და მნიშვნელოვანი როლი და ეს არის ამ ქვეყნისთვის 1-დან 100-ზე ასვლა. აი უდიდესი ნახტომი არის ეკონომიკურად და იგივე ეს ხო ფანტასტიკის ჟანრი არ არის ხო ეს ვიღაცებს ადრე შეიძლება ეჩვენებოდათ რომ ეს ხო შეუძლებელია აქ ხო ამას რუსეთი არ დაუშვებს და ვიღა ეკითხება რუსეთს ნახეთ რა ხდება სომხეთში ნახეთ სომხეთში როგორი განვითარება არის როგორი ნახტომია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის თვალსაზრისით როგორი ეკონომიკური ნახტომია ხალხო სოფლიოში უმნიშვნელოვანეს როლს იძებს მეოთხე სიდიდით ხელოვნური ინტელექტის სიმძლავრე იქნება სომხეთში მეოთხე სიდიდით ლაპარაკია ჩინეთზე შეერთებულ შტატებზე ევროკავშირზე და სომხეთში იქნება ეს სიმძლავრე იქ შენდება იცით რომ ეს მიკროჩიპების ქარხანა იქ ატომური ენერგიის პარტნიორობა გაფორმდა შეერთებულ შტატებთან და უდიდესი პოტენციალით ჩანაცვლდება რუსული ატომური ენერგია ამერიკულით და კიდევ დაემატება სიმძლავრეები ანუ სომხეთი ნახავს უახლოეს წლებში უდიდეს განვითარებას და ჩვენ ამას ქვეყანა რომელიც პირდაპირ ვიყავით პირველები ვიყავით მონიშნული აი ამ სიაში ამ რეგიონში შეერთებული შტატების და ცივილიზებული სამყაროს პარტნიორების ჩვენ ამას გვერდიდან ვაყურებინებს ივანიშვილი ამას ერთ გვერდიდან უყურებთ იმიტომ რომ ეს კაცი შეშინებულია ივანიშვილს უნდა რომ ჩვენი ქვეყნის აი საქართველოს საგარეო პოლიტიკა მთელი ჩვენი ქვეყნის სტრატეგია ამ ხელა 3 მილიონი ნახევრიანი ქვეყნის სტრატეგია რომელიც ამდენი წელია 35 წელი აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს რომელიც უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი ნაწილი და ღირსეული ნაწილი აი ამის მაგივრად მას უნდა რომ ჩვენ ვიყოთ ხეზე ამოფარებული საზოგადოება აი მთელი ქვეყანა გზის პირას ხეს ამოგვაფაროს და აი მთელმა ისტორიამ შესაძლებლობებმა მომავალმა წინ ჩაგვიაროს და ჩვენ ვიდგეთ ხეს ამოფარებული ჩუმად არავინ არ გაიგოს თით ყველა პროცესმა ესე ჩაიოს ასე უყურებს აი ასე ჯოჯოხეთში გავიღვიძეთ რეალურად რომ ასე უყურებს ეს კაცი რა არის მთელი ეს მშვიდობის პოლიტიკა მშვიდობის პოლიტიკა არის ეს თორე არავითარ მულტილატერალიზმზე არავითარ მრავალ ვექტორულ პოლიტიკაზე ლაპარაკი ზედმეტია იმიტომ რომ გააფუჭეს ურთიერთობა დასავლეთთან ევროკავშირთან ფურცელზე დატოვეს ჩვენი პარტნიორობა და ვერცერთი სხვა მიმართულებით იქნება ეს ჩინეთი თუ იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი ვერსად პარტნიორი და მეგობარი ვერ იპოვეს ჩინეთთან მეგობრობა არის ფიქცია ყველას რო ეს მოდის ხალხო 2024 წელს პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ჩინეთიდან შემოსული იყო 6 მილიონი დოლარი სამარცხვინო რიცხვი წელს არის 32 მილიონი დოლარი ანუ კატასტროფულად არაფრის თქმელ რიცხვებზე არის ლაპარაკი ხალხო და ამის პარალელურად კარგავთ უდიდეს შანსს კარგავთ დავკარგეთ შანსი ფაქტობრივად რომ სწრაფად შევსულიყავით ევროკავშირში და მოლაპარაკებები დაგვეწყო და ეხა ძალიან წინ ყოფილიყავით არა რაღაცა უბრალოდ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არამედ კონკრეტული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სიკეთეებით რომელიც მოაქვს ამ პარტნიორობას და ამ მოლაპარაკებებს ჩვენ შეგვეძლო რომ ანაკლიის სპორტი გქონოდა და ეკონომიკურად ბევრად წინ ყოფილიყავით ჩვენ შეგვეძლო რომ რეგიონში სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად განუყოფელი ნაწილი ვყოფილიყავით აი ამ ახალი შეერთებული შტატების პოლიტიკის და ამის მაგივრად რას უყურებთ ამის მაგივრად უყურებთ გაბღენძილ მილიონერებს რომელსაც თავი თქვენ პარლამენტარებად მოაქვთ და უკვე მესამე თვეა ლაპარაკობენ გაუთავებლად კვერცხის ფასის ზრდაზე და ხმოროდის უნდა მოიგოს ზროხა აი ამად გადავიკეცით და აი ამაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია რომ ვინმე აი ამ გაურკვევლობასთან დაალაგდება კი არა დაალაგდება შეეცდება რომ საქართველოს ხალხის ინტერესები დაიცვას. იმიტომ რომ შეერთებული შტატები საქართველოს ხალხის ინტერესების დამცველი ყოველთვის იყო ქავტონო ანუნა. კი ბატონო, თაზა თქვენ ახსენეთ ფასები, კვერცხი, გაიაფებული კვერცხიც ახსენეთ სხვათა შორის და გასულ კვირას ცნობილი გახდა რომ ელექტროენერგიის დენის ტარიფი გაიზრდება 5 თეთრით გაიზარდა უფრო სწორედ და ამ კვირაში საწვავის ფასმაც მოიმატა, მოკლედ ბოლო ერთ კვირაში 10-დან 30 თეთრამდე გაძვირდა. კონკრეტულად საწვავთან დაკავშირებით დღეს კახა კალაძემ გააკეთა კომენტარი, თქვა რომ ეს რეგიონში არსებული ვითარების გამო არისო. თქვენ რა სიტყვით ზოგადად აი ამ ფასების პოლიტიკასთან დაკავშირებით რასაც გვთავაზობს ქართული ოცნება, ჩანს თუ არა თქვენთვის რაიმე შედეგი იმ გამოძიებებით თუ კომისიებით, რომელიც თავადვე ოცნებამ შექმნა მისი ინიციატივით.
კახა კალაძე არის ჩემთვის ადამიანური დეგრადაციის ქრესტომატიული მაგალითი. მართლა, აი, დეგრადაცია რას ნიშნავს ადამიანის სულის შეგიძლიათ ქრონოლოგიურად მოყვეთ ამ კაცის პოლიტიკურ კარიერას და მივედით აი ამ წერტილში, სადაც აი ამ მართლა ამბანის ყველა ასოსლო ვერ ცნობს ისეთმა გაუნათლებელმა. თქვენ მე და საქართველოს მოქალაქეებს უნდა აღვიხსნას, რომ თურმე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების და ჰორმუზის სრუტის ბრალი რო არის, ბენზინი რო გაძვირდა. ხო, მაგის ბრალია შეგაუნათლებელო. მე რა, მაგის ბრალია და გეუბნებით უკვე მეორე კვირა არის, რა უნდა გააკეთო. შენი რო არიცი ებრაელებს ესეთი წყევლა აქვთ ცნობილი დიდ ებრაელ ხალხს. შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო. შენი რო არიცი, სხვისი მაინც გაიგონე. გეუბნებით კონკრეტულ ამბავს. გაანახევრეთ აქციზის საფასური. აქედან კი ბიუჯეტს დააკლდება 50-დან 60 მილიონ ლარამდე თვეში. მაგრამ ამის კომპენსირება შეიძლება იმითი, რომ კახა კალაძე მისმა მოადგილებმა, გამგებლებმა, რომელიც ყველაზე მიუსაფარ ხალხს ჯოჯოხეთს აჭმევდა უფასო სასადილოში, სულსმა, რომლის ყოფილი უფროსი ციხეში ზის, ეხა იმიტომ რომ თურქი ბიზნესმენებიდან რაღაც ქრთამებს იღებდა და ბინძურ კორუფციაში იყო თავიდან ფეხებამდე გასურვილი. იქ რომ თავდაცვის მინისტრი, რომელიც საკუთარ არმიას ფულს პარავდა, აი ამ ყველაფრის ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებით, მაგალითად. აი ამ ფუფუნების ხარჯის შემცირებით, რომელშიც აი ეს გამღენძილი ჩინოვნიკები ცხოვრობენ, შეიძლება ამის კომპენსირება. სამაგერო საქართველოს მოქალაქეები უდიდეს შვებას ნახავენ საკუთარ ჯიბეზე, იმიტომ რომ პირდაპირ საქართველოს ყველა მოქალაქეს უთხოვს ის, რომ საწვავის ფასი იზრდება. რატო უთხოვს და რატო ამნიშნულოვანი ამის განახევრება? იმიტომ რომ ვინმეს თუ გონია თუნდაც აი ეს რაღაცა ფრთიანი ფრაზა რო არის, ამ ბოლო დროს სუპი მაქვს, სუპს ავჭამ. აი ის კაციც კი თუ ხალი აღარ მახსოვს სუპი რო აქვს და იმ სუპს რო ჭამს მარტო, მასაც უნდა ესმოდეს. მანქანით თუ არ დადეს, მანქანა თუ არ ყავს, მასაც ეხება. საწვავის ფასი ზრდა ყველაფრის ზრდას ნიშნავს აბსოლუტურად, ხო? იმიტომ რომ საწვავი ტრანსპორტირება ყველანაირ პროდუქციას სჭირდება. მithumetes ქვეყანაში რომელიც არის დამოკიდებული იმპორტზე. და ეს კიდე ცალკე ამბავია, რომ რა პროდუქტების ირანიდან შემოგვა. ყველაფერი აბსოლუტურად სუპერ გაძვირდა სხვა ჩვენს გაუტონო ანუ ნეტგაზეთმა ძალიან საინტერესო და კარგი ციკლი დაიწყო ყოველთვის სტატიების სუპის შემადგენელი პროდუქტები რო ძვირდება და გამოჩნდა რომ გაძვირდა და ერთი რამ მინდა თქვენის ნებართვით არ უნდა თუ შეიძლება ბოლოში ვთქვა აი ეს ჩამონათვალი გავაკეთე ხა ჩინოვნიკების იმაზე რომლებიც აი ფუფუნებაში ცხოვრობენ ფაქტობრივად პოლიციის დეპარტამენტის უფროსებს რავი $100,000 მანქანას იცვლენ ყოველ 3 წელიწადში 4 წელიწადში ერთხელ და აი ეხა ჩვენ რო ლაპარაკობთ კანცელარიასთან 80 ბავშვის სიცოცხლისთვის საკუთარი მშობლები კბილებით იბრძვიან და მე თქვენს ეთერშიც არაერთხელ მithქვამს რომ მოვა დრო და აბსოლუტურად ყველას შეეხება ეს დრაკონული კანონები რომელიც აქციას ზღუდავენ ამ მშობლებს ხალხო რომელიც საკუთარი შვილის სიცოცხლის გადაშარსარჩენად იბრძვიან როცა ამას ვამბობ ნამდვილად არ არის ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები და რაღაცა კაზმული სიტყვები 17 წლის ბავშვი გარდაიცვალა იმიტომ რომ წამალი არ ქონდა ამ შემადგენლობიდან ერთ-ერთი ეხა ეს მშობლები ცდილობენ რომ საკუთარი კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ და კანცელარიასთან კარვები გაშაონ და მუდმივი აქცია დაეწყო და ამ კანონებიდან გამომდინარე რომელიც ეხა მიიღეს ამის უფლება და საშუალება აღარ აქვს აი ამაში გავიღვიძეთ ჯოჯოხეთში სადაც არსებობენ რაღაცა ხელშეუხებელთა კასტა რომელიც თავზე უულის თელ ქვეყანას და არსებობენ უფლებო ადამიანები რომლებიც კბილებით იბრძვიან სიცოცხლისთვის მაგრამ ამის საშუალება აღარ აქვს აი ამ ჯოჯოხეთს სჭირდება დასასრული ერთხელ და სამუდამოდ აი სწორედ ერთ-ერთი მშობელი იქნება თაზო თქვენს მერე ჩვენი ეთერის სტუმარი და სწორედ ამ საკითხზე ჩვენი სრული სოლიდარობა და აი საშინელებაა მართლა ასეთი რა მე არ გამიგონია არც ერთი ხელისუფლების დროს ასეთი ცივსისხლიანობა და ასეთი ბოროტი დამოკიდებულება ადამიანებისადმი რომლებიც იბრძვიან საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის მადლობა ძალიან დიდი მადლობა თაზო დათუნაშვილი კოალიცია ლელო ძლიერ საქართველოს წარმომადგენელი